არც იარაღზე გვიტყვია ქიმიურზე, არც მოწამლებს. ეს იყო კლინიკური შრომა, არავითარ სხვა რამეზე არ იყო საუბარი და ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ კეთილი სურვილები ჩვენი მედიკების, რომ თუ რამე იქნებოდა იქ აღმოჩენილი, საზოგადოებას გაეგო და ყველას გაეგო და გატარებული იყო ის პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც იქნებოდა საზოგადოების ჯანმრთელობისთვის კარგი. ამიტომ ჩვენ გამოვაცხადეთ ესეთი, რომ ვისაც გაქვთ სურვილი, ეს იყო ყველაფერი ღია, მაგრამ დაცვით ყველა კომპონენტების დაცვით, იმიტომ რომ ამას ყველას ფერს თავის იურიდიული წყაროა. კონფიდენციალობა იყო დაცული მესმის. და ამიტომ გამოთქვეს მათ სურვილი, ვინც გამოთქვა დაახლოებით ჩვენ გვინდა იყო შეკითხვაზე პასუხი, მაშინ ჩვენ გავუგზავნეთ შესავსებად ის კითხვარები, რომლებიც შეიძლება რომ მათ შეეცვლოს. ანუ ანკეტაში ავსეს. ანკეტა კითხვარი ქვია, მაგრამ კითხვარი ანკეტა კი ბატონო შეავსეს და ამის მერე რომ ნახეთ რომ შიგნით არის მართლა საყურადღებო ელემენტები, ჩვენ თქვით რომ ვისაც სურვილი გექნებათ, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ კვლევის მეთოდები. ეს აი რა გითხარით? ელექტროკარდიოგრამა, კაპილაროსკოპია, კლინიკური ანამნეზი და ამათი სისხლის საერთო ანალიზი, კოაგულოგრამა. და რა თქმა უნდა, წნევა, წონა და ყველაფერი. და ის ასახეთ თქვენ კვლევაში, ხო? მონაცემები, იმიტომ ვამბობ კლინიკური. აქ არავითარი არც დარღვევაა და არც არაფერი არ არის. ეს შემდეგ შეჯამდა, გაანალიზდა და დღეს თქვი, გუშინაც თქვი, კიდე ერთხელ გავემეორებ, რომ ჩემი საერთოდ კრედო არის, როდესაც რამეს ნახულობს სკრუპულოზურად, ზუსტად უნდა იყოს, იმიტომ ის იმ მომენტში შეიძლება ვერ გაანალიზო, მაგრამ ის უნდა იყოს დადებული ისე, რაც ნახე. ამიტომ ეს იყო ისე ნანახი ზუსტად, პროფესიონალურად, ნანახი ის, რაც იყო იქ შეცვლილი არაფერი არ არის.